გამარჯობა, რომ გიყვეთ თქვენ შესახებ, აი ამ დღის შესახებ რა ხდება დღეს? დიახ. მე გახლავართ ეკა ვესაპიძე, ვარ დიდჩაიგურის ძალი მცხოვრები აქ და პარალელურად ვარ პედაგოგი, ისტორიის მასწავლებელი. ეხლა დღევანდელი დღე არის ძალიან მნიშვნელოვანი ჩვენთვის, იმიტომ რომ ფაქტიურად ეს არის წარსულთან შეხება. ეს არის სახალხო დღესასწაული, ვერიკაობა, რომელიც ოდესღაც იყო ჯერ კიდევ წარმართობის დროიდან რიტუალური რელიგიური დღესასწაული, თუმცა დროთა განმავლობაში მან შეითვისა სხვადასხვა სიუჟეტები, ესე ვთქვათ, სხვადასხვა თვისებები შეიძინა, უფრო სწორი იქნება და იქცა სახალხო დღესასწაულად. ძალიან ხშირად ვფიქრობ ხოლმე ამაზე, რომ საბჭოთა პერიოდს გადაურჩა. დიახ. და ვთვლი, რომ აი ჩვენი წინაპრების, ჩემი სოფლის მაცხოვრებლების წინაპრების დიდი დამსახურებაა ეს, რომ გადაკეთდა, იქცა სახალხო დღესასწაულად, მაგრამ გადარჩა. და მე ვამბობ ხოლმე, რომ ეს არის მხიარული აურზაურთი მოსული გაზაფხული, იმიტომ რომ ასტრონომიულად, როცა მზე თავის ბუდეს ტოვებს და ვიცით, რომ ყველიერის ბოლო დღეა, ჩაილურში დღესასწაულებ ვერიკაობას. კი ბატონო, აი რას ამზადებთ და აი ეს კეთების პროცესი რო ანახოთ. ეს არის ქადა, ტრადიციული ქადა, რომელიც ყველა ოჯახში ცხება, კეცებში ცხება ეს. და არის სიმბოლო, ამას გული ხო აქვს, როგორც დედამიწის, აი ნახეთ, ვერიკაობა უკავშირდება გაზაფხულის მობრძანებას, აღორძინებას, ბუნების გაღვიძებას, გამრავლებას. ესეა და ქადაც დაახლოებით რაღაცა ესე აი გულსავსე მიწა, რომელმაც უნდა კარგი მოსავალი მოქცეს, ასე ვთქვათ. ძველად ესე იყო ხოლმე, რომ ვერიკა რო შევიდოდა ოჯახში, დიასახლისი ნიღბიდან წვერს აცლიდა და იმ წვერს უდებდა კრუხს. რომ ბევრი წიწილა გამოეჩეკა. და ტახი იყო ესეთი გმირია, კიდე დღეს ნახავდით ალბათ თქვენ ტახს. ტახს კიდე სიმინდის ტაროს დააფრთხნებინებდნენ ხოლმე. და ქათამს მიუყრიდნენ, რომ ბევრი კვერცხი დაედო. რაღაცა ძალიან მნიშვნელოვანია ეს. ქადა კეთში ცხება, ჩვეულებრივი ძველი რეცეპტით არის. ისე როგორც გულსართი აქვს, უბრალოდ ხახვი,
ზეთი და ჩვეულებრივ ფქვილი, არაფერი განსაკუთრებით, მაგრამ და სიყვარული კიდე და არის უგებდიელესი. კი ბატონო, აი ჩვენ ვხედავთ რამდენი ტურისტია დღეს, ტურისტი მოვიდა და ანუ ესე იგი ხშირად დადიან. კი, დიახ. მქონია შემთხვევა, შარშან მქონდა მაგალითად შემთხვევა, რომ ინგლისიდან ახალი დაქორწინებული წყვილი იყო თავის მეგობრებთან ერთად, კი 3 საათის ჩამოფრენილები იყვნენ საქართველოს ჩვენთან, ანუ სპეციალურად ჩვენთან მოფრინდნენ. ყავს ძალიან ბევრი მეგობარი მსოფლიოს სხვადასხვა კუთხეში. აი ძალიან დიდი მადლობელი ვარ ეს საერთაშორისო ჟურნალისტია მელანი ჰამილტონი ამის აი ახალგაზრდა ქალბატონი სოფიო ბაგაური ძალიან დაგვეხმარა თავის დროზე უცხო. საელჩოები ყავს სტუმრად. დღესაც ბულგარეთის საელჩოა. ჯავახიშვილის უნივერსიტეტიდან სტუდენტები მოყავთ ეთნოგრაფებთან ერთად პროფესორ მასწავლებელთან დღესაც არიან და ნახავთ კი ძალიან ისეთია. ძალიან ბევრი უცხოელი დოკუმენტურ ფილმებს იღებენ. ორი ფილმის გადაღება მიმდინარეობს ახლა. თეატრალური უნივერსიტეტის სტუდენტი იღებს ერთი სადიპლომო ნამუშევარს და მეორე ელინა ფექსელი ესეთ პიროვნება. აი იქ წარმოდგენილია სხვათა შორის ელინას ფოტოებით. შეგიძლიათ ეს გადაიღოთ, არაჩვეულებრივ ფოტოსესიებს აკეთებს ჩაილურში. მოკლედ ბედნიერი დღე გვაქვს, რა მხიარული აუზავარ და ბედნიერი დღე. და ხშირად ამბობენ ხოლმე რომ რატო ვაკეთებ ესე საკვებს. და მინდა გითხრათ რომ ამას ვაკეთებ იმიტომ რომ ჩვენთან აი ხა ბრძანეთ რომ უცხოელები არიან. ჯერ გვინდა რომ ქართული გასტრონომია ნახონ რა არის ქართული ტრადიციული საკვები და მე გვინდა რომ დავაპუროთ. დაპურება მადლიერება არის ძალიან მნიშვნელოვანი დიდმარხვის დაწყების წინ და ვაჩვენოთ როგორი ერთიანები ვართ სოფლის ერთობა როგორი ამ დღეს ისე. თან მე მგონი არ წამოვა. ო არა მოდის. კი აი მოდის. ვაუ. დამეშალა. არა. და აი ერთი წუთი განასხვავებია. ესეც. ინტერესი. მათე. აი რომ მოგვიყვე აი ამერიკაობის შესახებ რა საკეთებდით, როგორ დაიწყეთ? Короче, დაახლოებით 2 კვირით ადრე დავიწყეთ ფორმების მზადება, იმიტომ რომ ამას თავისი პროცედურა აქვს და ხარისხიც კარგი უნდა იყოს და ამას დროც სჭირდება რა. შემდეგ ეს დილით 9 საათისთვის ავედით ერთ დამათან მოდარაგვია. 9 საათისთვის იქ ავედით, ჩავიცვით ჩვენი ფორმები, ფოტოები გადავუკეთ, რაღაც სიუჟეტები დავდგით და შემდეგ ჩავსხედით მანქანაში და ჩამოვედით ეკლესიაში, სადაც გადავიწერეთ პირჯვარის სათელი დავანთეთ. მოვილოცეთ და გამოვედით იქიდან. ამოვედით სოფლის თავში, გადმოვედით ცენტრალურ ტრასაზე და დავიწყეთ ხალხის დარბევა, ხიარულობა, ტახი ყავდა. ეს მე რამდენი ბერიკაობაა შენთვის რაც ესია? ეს არის მე-6 ბერიკაობა. ბერიკაობა და აი ასაკი შეზღუდვა აი ამ დარბევებთან დაკავშირებით. შედარებით პატარები და დაბლები არიან, უფრო მანქანაში ხდებიან ხოლმე, იმიტომ რომ იმათ თავიანთი მოვალეობა. ცოტა დიდები ვართ. ეს იმაინ ჩემს სიმაღლეები უკვე ფეხით ვართ და ხალხს ვამხიარულებთ და ასე შემდეგ. შემდეგ ჩავდივართ სტადიონზე. უიჭიდავთ როგორც ხედავთ. ჩემო მეგობრებო, ასეთი იყო ბერიკაობა 20-26. ჩვენ ვეცადეთ რომ გაგვეცნოთ თქვენთვის აი ეს დღეობა, ბედნიერებას გისურვებთ და დროებით გემშვიდობებით.